ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტი წარადგინეს. დოკუმენტში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასა და პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ძალადობა და რეპრესიები დაუპირისპირა. ივანიშვილის პარტიის ნაბიჯების შესახებ ევროპარლამენტარებმა სხდომაზე შეფასებებიც გააკეთეს. Georgia's candidacy has been de facto suspended. საქართველოს კანდიდატის სტატუსი de facto შეჩერებულია. თვითგამოცხადებულმა მთავრობამ ყველა გზის გამოყენებით დააშორა საქართველოს ევროკავშირს. ამის საპირწონედ ათასობით ქართველი აგრძელებს პროტესტს ქუჩებში ყოველდღიურ რეჟიმში. იბრძვიან მათი ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთვის. ჩვენ უარს ვამბობთ ცნოთ თვითგამოცხადებული ქართული ოცნების ხელისუფლება. ჩვენ გვგმობთ მიმდინარე ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი დემოკრატიული გზით ჩატარებული არჩევნები იქნება. ევროკავშირს ახლა მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი. პირველი ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი და კარგად კოორდინირებული სანქციები წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიის უკუსლაში არიან პასუხისმგებელნი, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი. მეორე, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოსთან, მათ შორის უვიზო რეჟიმის პოლიტიკას. Two key paragraphs for me. ანგარიშიდან ორ მნიშვნელოვან პარაგრაფს გამოვყოფდი. პირველი, ზომები, რომელიც ევროკავშირმა მიიღო არასახავს საქართველოში ვითარების სისასტიკეს და მეორე, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარმოადგინონ ორმხრივი პერსონალური სანქციები. ბოლოს დამტკიცებულ რეზოლუციაში არის სია იმ პირებისა, რომლებიც პერსონალურად უნდა დასანქცირდნენ. ეს ვერსია უკვე დამტკიცებულია. პრობლემა არა იმაშია, რომ ევროპარლამენტს კარგი იდეის ნაკლებობა აქვს, არამედ იმაშია, რომ ჩვენ წევრი სახელმწიფოებისაგან რეალური ქმედებები გვაკლია და ლიდერების ნაკლებობა მიმართულებით ევროკომისიაში. ქართული ოცნება რუსულ კოშმარად გადაიქცა. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ევროკავშირის საპასუხო ზომები ქართული ოცნების მიმართ საკმარისი არ არის. ისინი ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე ზეწოლის გაძლიერებას ითხოვენ. ევროკავშირის მიერ განხორციელებული ზომები არასახავს იმ სისასტიკეს, რასაც საქართველოში ვხედავთ. ამას სრულად ვეთანხმები. საქართველო ამ დროს ავტორიტარულ სახელმწიფოც ჩამოყალიბდა. რუსეთიდან ინსპირირებული უცხოური გავლენების შესახებ კანონმა და ძალადობრივმა რეპრესიებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ოპოზიცია მოგუდა. ეს არის ასევე ჩვენი უდიდესი კრახი. ევროკავშირი უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი და სწრაფი. როცა ჩვენ ვხედავთ, როგორ იქცა მტერის სახელმწიფოს იდეალები დომინანტად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეოროთ. მოვითხოვთ გაძლიერდეს ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე. ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ენერგიას, ისინი მრავალი დღეა ქუჩაში საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით დგანან და აპროტესტებენ. ქართველები აჩვენებენ სად დგანან ამ ომში. ისინი არ დგანან რუსეთის გვერდით, ისინი რუსეთთან პერსპექტივას ვერ ხედავენ. ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? შტატების კონგრესში უკვე მომზადებულია ორპარტიული დოკუმენტი, ასევე ბრიტანელებმაც მიიღეს ზომები და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც ინდივიდუალურად. ვიმეორებ, რომ ორბანი ბლოკავს სანქციებს, ამიტომ ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა დანარჩენ სახელმწიფოებთან ერთად უნდა მოახდინონ კოორდინაცია, რომ მიიღონ დამატებითი ზომები რეჟიმის და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ ვწდები, საფრანგეთის მოქალაქეა. თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში მთავრობა რუსულის სახელმძღვანელოთ ითამაშობს. ჩვენ ვხედავთ დაშინებას, დეზინფორმაციას, პოლიტიკური პატიმრების დაკავებებს. 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება ახლა პატიმრობაში. ამ ქმედებების გამო რისკის ქვეშ ჩვენი უსაფრთხოებაც დგას. საქართველოს მთავრობა ევროკავშირში წევრობის გზაზე არ დგას. ისინი არ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. საქართველოს შესახებ მომზადებული 2024 წლის ანგარიშის პროექტის სამუშაო ვერსიაა და მასში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. საბოლოო დოკუმენტი ევროპარლამენტმა რამდენიმე თვეში პლენარულ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.